გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. მეგობრებო, ჩვენს აქტიურ ოპოზიციონერებს რაღაც ვირუსი შეეყარა და ამ ვირუსს გამოქლიავება ქვია. ფიქრია ჩიხრაძე თავის დროზე მახსოვს საკმაოდ საღათ აზროვნებდა. ახლა ვფიქრობ, მაშინაც ბრიყულ აზრებს აფრქვევდა და უბრალოდ მე ვერ ხვდებოდი. ანდა ის დღეს ისეთ წრეშია მოხვედრილი, სადაც ჭკვიანური აზრის თქმა დასჯადია. ხომ გაიგეთ რა თქვა? მან განაცხადა ალეკო ელისაშვილი პუტინის რეჟიმს სამხედრო დამნაშავედ ყავს გამოცხადებული. კობახიძემ და მდინარაძემ კი ტერორისტად გამოაცხადეს. პირადადაც იძიეს მასზე შური და პუტინსაც აამესო. ამ სენტენციაში ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი ბოლო ფრაზა პუტინს აამესო. დავიჯერო ფიქრია ჩიხრაძის აზრით პუტინი ელისაშვილის არსებობის საქმის კურსში იყო და არა მხოლოდ საქმის კურსში, არამედ ელისაშვილს თავის მტრად აღიქვავდა და გულზე მალა მოთმოედო, როდესაც ცეცხლთაყვანის მცემელს 13 წელი მიარჩეს. საშუალება რომ მქონდეს პირადად დაუსვამდი ამ კითხვას. ქალბატონო ფიქრია. თქვენ მართლა გონიათ რომ პუტინს ალეკო ელისაშვილის ფაქტორი რამეთ მიაჩნია და აინტერესებს? ხოდა განა არ არის ახლა ეს სრული სიგიჟე. კარგი შევეშვები ჩიხრაძე ძალიან მეუცნაურება ის ქალი და ცოტა მაშინებს კიდეს. ის დღეს ასეთ სიბრიყოს თუ ამბობს, ხვალ მზარდი დეგრადაციის პრინციპით რაღაც იტყვის. არ გამოვრიცხავ თქვას რომ სი ძინპინი ბოლო დროს იმიტომ დადის სულ გაღიმებული პაატა მანჯგალაძე პუტინის რეჟიმმა როგორც იქნა ციხეში რომ ჩასვა. არა პუტინის რეჟიმმა არა. ამ შემთხვევაში პეკინის რეჟიმმა. ალბათ, ადრე თუ გვიან პეკინის რეჟიმიც კარგი ნარატივი გახდება ჩვენი მაწანწალა ოპოებისთვის. დიახ, ადრე თუ გვიან ზელენსკი ხომ აუცილებლად დაშლის რუსეთს. დაპატარავებული და გაუბედურებული რუსეთი აღარ გვეყოლება საფრთხობელას როლში და პეკინის რეჟიმი ჩაანაცვლებს მას ჩვენს პოლიტიკურ ცისკაბადონზე. ახალ კი რაც შეეხება პირადად ელისაშვილს. სასამართლომ მას 13 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც რა თქმა უნდა მთელი აქტიური ოპოზიციის იაროსლავნა სტირილი მოყვა. ჩიხრაძეზე უკვე მოგახსენეთ, მაგრამ განა ჩიხრაძე მარტოა თავის აღშფოთებაში. ირაკლი ალასანიას ცოლმაც, დიდმა ფსიქოლოგმა, ფსიქოკონსულტანტმა და არტ თერაპევტმა ნათია ფანჯიკიზემ გაიხსენა ელისაშვილის ბავშვობა. თუ როგორი კარგი ბიჭი იყო ალიკა, რბილი, თბილი და ტკბილი, როგორ იზრდებოდნენ ისინი ერთ უბანში და თამაშობდნენ კაზაკი რაზბოინიკებს და მის პირომანულ საქციელს ფსიქოლოგმა ემოციური აფეთქება უწოდა. აღნიშნე რომ ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვილი უსამართლობის განცდის, დაღლილობისა და უიმედობის შედეგი, რამაც ადამიანი ამ ზღვრამდე მიიყვანა. ველოდებოდი რომ არტ თერაპევტი ნათია ალიკოს ბავშვობის ფსიქოლოგიურ ტრავმებზეც ილაპარაკებდა, მაგრამ არა ილაპარაკა. მეგობრებო, ის რაც ელისაშვილმა გააკეთა ჯანსაღ ლოგიკაში არ ჯდება. ჩემთვის უკვე ისიც ალოგიკური იყო დინარაძეს უკნიდან რომ მიახდა და კეფაში ჩაცხო. აი ამაზე პასუხი რატომ არ აგო ელისაშვილმა? უკნიდან კაცს რომ მიეპარო და დაარტყა, ეს სისხლის სამართლის კოდექსით განა არ არის დასჯადი საქციელი? დეპუტატისთვის არ არის დასჯადი. დეპუტატებს ხომ იმუნიტეტი იცავთ და საინტერესოა დეპუტატს კაცი რომ შემოაკვდეს მაინც ნაპატიები იქნება? საქართველოს პარლამენტში ხშირად ყოფილა დაკა და რაც საგულისხმოა ამას სამართლებრივი პასუხი როგორც მახსოვს მაღაზოს მოყოლია. ალბათ ამიტომაც ეს უკვე ლამას ტრადიციად იქცა, როდესაც პარლამენტარი ვინმეს სცემს, მას პასუხს არ სთხოვენ. და ელისაშვილი თბილისის სასამართლოს კანცელარიისა და არქივის დაწვისას უკვე ნაპარლამენტარი იყო, თორემ შეიძლება და არც მაშინ მოეთხოვათ მისგან პასუხი, ასე მგონია მე. დინარაძეზე თავდასხმის გამო რომ დაესაჯათ, შეიძლება იმ ტერორისტულ აქტამდეც არ მისულიყო საქმე. დაისჯებოდა რაღაც პატარა საჯელს მოუსჯიდნენ და მერე სვაბოდაზე გამოვიდოდა სუფთა სინდისითა და გამოსწორებული.
თუმცა არც ესაა გარანტია, რომ პენიტენციური სისტემა ყველას ასწორებს. ამის მაგალითი ზღვაა. ასე რომ სასამართლოს კანცელარია შესაძლოა მაინც ვერ აცდებოდა ნავთის გადასხმასა და აალებას. დამაინტერესა პარლამენტარის იმუნიტეტის საკითხმა. დღესაც არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეს პარლამენტარს იმუნიტეტი, მაგრამ ახლა ამ თემაში ღრმად შესვლა არ მინდა, მე როგორ მევილაპარაკოთ ამაზე. გავეცანი მასალას და აღმოჩნდა, რომ არსებული კანონმდებლობით სისხლის სამართლებრივი იმუნიტეტი გულისხმობს დეპუტატის დაკავება, დაპატიმრება ან მისი ბინის მანქანის სამუშაო ადგილისა და პირადი გაჩხრება დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლის შემთხვევაში თუ კი დეპუტატი დანაშაულზეა წასწრებული, მისი დაკავება შეიძლება, მაგრამ ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოდეს პარლამენტს და პარლამენტი 48 საათის განმავლობაში დაკავების თანხმობა თუ არ გასცა, დეპუტატს ბოდიშს მოუხდიან და გაათავისუფლებენ. იქ კიდევ არის რაღაც დეტალები და თუ ვინმე საინტერესებს თვითონ წაიკითხავს, მაგრამ ფაქტია, რომ დეპუტატის დაკავება ყველა შემთხვევაში პარლამენტის თანხმობით უნდა მოხდეს. პარლამენტის დარბაზში ელისაშვილის უღირსი საქციელი მთელი საქართველოს თვალწინ მოხდა. ანუ დანაშაულზე საჯაროდ იყო წასწრებული და დეპუტატებმა რატომ არ გამოხატეს სურვილი ის რომ დაეკავებინათ. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.